ოზურგეთის საჯარო სკოლებში გათბობა დეკემბრის თვიდან ჩაირთვება. საჯარო სკოლები გათბობის საკითხს საკუთარი ბიუჯეტიდან აგვარებენ. შემოდგომის ბოლოსთვის შეუფერებელი თბილი ამინდების გამო ჯერ საჯარო სკოლებში გათბობა არ ჩაურთავთ. მოსწავლეები და პედაგოგები ბუნებრივი საშუალებით, მზის სხივებით თბებიან. ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ 5 საჯარო სკოლაში სათბობად ბუნებრივ აირს. სოფლის სკოლებში კი შეშას მოიხმარენ და ამ კუთხით პრეტენზიები არ გააჩნიათ. ჯერჯერობით ამინდები გვიწყობს ხელს და კარგი ამინდებია და მე მგონი თვის ბოლოდან უკვე ჩართავენ როგორც შარშან და ჩვეულებრივად იქნება გათბობა კარგად. ისეთი ამინდებია რომ გათბობა არ გჭირდება, მაგრამ როდესაც აცივდება, არ გვაქვს ამისი პრობლემები. ყველაფერი კარგადაა, ძალიან კარგად თბება სკოლა და არც ერთ კლასში არ იქნება იმის პრობლემები, რომ იყოს სიცივე. საჯარო სკოლები საკუთარი ბიუჯეტის განკარგვაში დამოუკიდებლები არიან, თუმცა ფინანსური პრობლემის გაჩენის შემთხვევაში საგანმანათლებლო რესურს ცენტრი სკოლებს სამინისტროსთან უშუალომდგომლებს და საკითხს ერთობლივად გადაჭრიან. ყველა საწვავი შესაბამისი რაც ჭირდება შეშაა თუ თხევად საწვავია უზრუნველყოფილია, ღუმელები შეძენილია, ასე რომ ზამთრის სეზონისთვის ფიქრობ სკოლებს არანაირი პრობლემა არ ექნება. თუ ზამთრის სეზონი გახანგრძლივდა ან სხვა სტიქიური პრობლემები შეიქმნა, ან უბრალოდ იმიტომ რომ სკოლას მაგალითად ავიღოთ პირობითად ქალაქ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას, რომელიც რისკის ქვეშ არის, რომ შეიძლება მან გაზის საფასური სრულად ვერ გადაიხადოს და შუა ზამთრის სეზონზე აღმოჩნდება, რომ მას აქვს ბიუჯეტის მინუსი ამ თვალსაზრისით განათლების სამინისტრომ მზად არის რესურს ცენტრის შუამდგომლობით გაითვალისწინოს და დაუფაროს მას ეს დავალიანება. სავარაუდოდ საჯარო სკოლებში გათბობა დეკემბრის თვიდან ამინდების გაუარესებასთან ერთად ჩაირთვება.